გამოგვივიდა ჩვენ შევძელით მე შენი ოცნება ამასრულე ერთად მე საქმე მიყვარს ძალიან მე ჩემშვილებს არ უწამიეთ არასოდეს ჩემშვილებს არც ხვისი გაკეთებული არც ნაყიდი საჭმელი ჩემშვილები ამაყობდნენ ჩემი გაკეთებულ საჭმელებს ნიკა ამაყობდა ჩემი გამომწვარი ხაჭაპური ჩვენ ეზოშეფებოსტანის მაღაზია გქონდა და ხანდახან იქ რაღაცას ვაცხობდი ხოლმე და ჩამქონდა ხან ხაჭაპურს ხან ლობიანს ხან უბრალოდ პეჩენიას ვიღაცას რომ მოეწონებოდა ეს ჩემშვილები იმდენად ბედნიერები იყვნენ ამით რომ იტყოდნენ რომ ვინმე აქ იმრიელია თენცას იყვნენ მოწეულები მციხარული და ნიკას უნდოდა და მეუბნებოდა რომ მოდი დედა გავაკეთოთ რაღაცა ისეთი რომ შენი ნახელავი სხვამაც გასინჯო მისი ოცნება იყო მაშინ იმ დროს ამაზე არ მიფიქრია ვფიქრობდი რომ შემეძლო გამეკეთებინა ასეთი რაღაცა პატარა კუბის ობიექტი სადაც ეს ნახელავს ხობსაც გავასინჯებ ეს შემდეგ ჩემი შვილების შემდეგ მომივიდა ეს იდეა რომ გამეკეთებინა და ნიკა გამეხარა მით რაც თვითონ უნდა რომ გაეკეთებინა დაიბადა იდეა რომ გამეკეთებინა სამზარეულო მინდოდა რომ ძალიან ბევრი საქმე მქონოდა რომ ამ საქმეში ჩამეკლა ჩემი კივილი და ჩემი მოკლე რო არა მე ამდენი საქმე ამდენს ვერც გავუცლებდი და ვერც გადავიდა ჩემი ყოველდღიური ყოფა ყოველდღიურობა ძალიან ძიმია ძალიან გაუსაძლისია მაგრამ ამ საქმეში ვკლავ ჩემს ყველა ტკივილს როდესაც მყავს მადლიერი მომხმარებელი და მირეკავენ და მეუბნებიან რომ აი მადლობა ანა და იყო ძენი ნახევრად ძალიან გემრიელი და ძალიან კარგი მაშინ ვიყურები მაღლაზე ცაში და მეუბნები ნიკას და ჩვენ გამოგვივიდა ჩვენ შევძელით მე შენი ოცნება ამასრულე მე ვხედავ სიზმარში საერთოდ არ მენახულია ჩემი შვილების გარდაცვალების ოთხი წელია მთელი ჩემი არსებით ვარ ამ საქმეში ჩართული და მინდა რომ ამას რასაც მე ვამზადებ რასაც მე ვაკეთებ ევი ჩემი გულით და სულით არ შემიძლია რაღაც გავაკეთო უბრალოდ მე მგონი მყავს მადლიერი მომხმარებელი მირეკავენ მადლობებს მიხდიან ყველაფერს რასაც ვაკეთებ უბრალოდ სადილიც რო იყოს იქ ვარ იმ სადილში ვარ იქ ვარ იმის გარდა არ ვფიქრობ არაფერს და ალბათ ამიტომ მოწყობ ვაკეთებ იმიტომ რომ ვიღაცას უნდა ვასიამო აი ამით ვუდგები აი იმიტომ რომ ბიზნესი კიდე სხვა თემაა და ბიზნესი კიდე სხვა რაღაცა არის. Სადაც მთხოვდა არ არსებობდა ეთქვათ ჩემშვილებს რაღაც უნდოდათ და მე ის არ გამეკეთებინა არ არსებობდა რაღაცა დამზარებოდა არც ეხლა არც უბრალოდ ძალიან ბევრი საქმე მაქვს და მიღლები თორე მეზარება სიტყვა ჩემში არ არსებობს. ამ ჩემი უბედურების შემდეგ როდესაც მე დავჭი ლუკასთან ერთად ერთ-ერთი შეტევის დროს თავიდან ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი და ლუკას თვალებში ჩავხედე იქ თვალებში წავიკითხე ჩემი სიტყვები დედას ხო ყველა შვილი ერთგაერთად ყურს და მეც ხო მინდა დედა და იქ გადავწყვიტე რომ მე ლუკას დედა უნდა ყოფილიყავი და ისეთი დედა უნდა ყოფილიყავი ლუკასთვის როგორც ჩემს სამშობლთან ერთად ვიყავ ლუკასთან მე ვარ ისეთი დედა ისეთი მხიარული ისეთი თბილი ისეთი მოსიყვარულე მინდა ლუკა მიგრძნოს ის რომ დედას ჩემი ძმები უფრო ძალიან ვყვარდა ამას არც მე არ დაუშვებ და არც ჩემი შვილები არ დაუშვებ ლუკას ბედნიერი და სრულფასოვანი ბავშვობა უნდა ქონდეს ამ ძალიან დიდი ტრაუმა მიიღო და ძალიან ბევრს უძლებს და მე ჩემი ყოფით არ მინდა ლუკას დაუმცირო ცხოვრება იმიტომ გავარ ფეხზე ვმუშაობ იმიტომ რომ ლუკას ვჭირდება
დაუმყოფლება არ აქვს. და დიდი გულშემატკივრები არიან ჩემი შვილის მეგობრები. მე უამათოდ ვერ აქვს დატოვებული. არიან ეს ბავშვები, რომლებიც პირველი დღიდან, იმ დღიდან და დღესაც ეს უბრალოდ დანებასთან აკავშირებს დავუშვათ. ეს ნახატები ვიკომ დაიწყო ამის შესრულება კორონა რომ იყო და ჩაკეტილები რომ ვიყავით მაშინ უცბად მოითხოვა ფანქარი და ფორმატი. ძალიან საყურველი იყო, იმიტომ რომ მანამდე არასდროს არ ვთქვია რომ მე რაღაცას დავხატავ. ჩვენს ყველა ნახატს აქვს მეცნიერული დასკვნა, ყველას აზრი მივიდა იქამდე თავისი სცენა. მე ვეუბნებოდი დაამთავრე ერთი ნახატი და მეორე დაიწყე ისე და დაამთავრე. არის ყველა თითქმის ყველა ნახატი დაუმთავრებელი.